ქართულ ოცნებას აგვისტოს ომის ახალი დამნაშავე ხავს. ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ფაქტობრივად ნატოს ადანაშაულებს ომის პროვოცირებაში. მანამდე სხვა დეპუტატებმა ცინიკური უწოდეს ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას და მარკ რუტე ქართველი ხალხის ძალისხმევის არ დანახვაში დაადანაშაულეს. ოცნების დეპუტატები ცინიკურად აფასებენ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ნატოში გაწევრიანება პირველ რიგში დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის მხრიდან შესაბამისი სურვილის გამოხატვაზე. ოცნება ამტკიცებს, რომ საქართველოს ეს სურვილი დიდი ხანია გამოხატული აქვს და დიდი ძალისხმევაც აქვს გაღებული ალიანსის საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების ბრძოლით. მაგრამ ოცნებაში არაფერს ამბობენ საკუთარივე პოლიტიკით დამდგარ შედეგებზე. კერძოდ იმაზე, რომ მაგალითად ნატოს 2024 წლის დეკლარაციაში აღარ მეორდება მანამდე მუდმივად ნახსენების ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ასევე მოვისმინეთ ბევრი მოწოდება ნატოს ქვეყნების ლიდერების მხრიდან, რომ დემოკრატიული წინსვლა არის ნატოში გაწევრიანების წინაპირობა. საქართველოს ნატოს ურთიერთობაში ვისაც შემაშფოთებელი აქვს რაიმე საფუძველი, ეს არის საქართველოს, რომელმაც რეალურად სამწუხაროდ ვერანაირად ვერ იგრძნო ნატოს ქოლგა და მხარდაჭერა. ეს დაწყებული თუნდაც 2008 წლის უმძიმესი ომის დღეებიდან, როდესაც ფაქტიურად ამ პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო ნატოს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს ნატოში მიღების პროცესი აქტუალური იყო, რამაც დააპროვოცირა სწორედ ის რუსული აგრესია, რომლის შედეგადაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს მიემატა სხვადასხვა სოფლები და ჩვენი მოქალაქეები და სამხედროები დაიღუპნენ და ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამდენი წლის მანძილზე საქართველო ფაქტიურად ღია კარში დგას და არც ნატოში უშვებენ და სამაგიეროდ ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს ნატოში გაწევრიანების განაცხადი ქაღალდით კი არა აქვს გაკეთებული, რომელიმე ესე იგი ფაქსის გაგზავნით ან SMS-ის გაგზავნით, სისხლით აქვს გაკეთებული. გადახედონ თავის ნატოს წევრ ქვეყნებს, ნატოს ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების უმეტესობას შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვია და ფორმალურად მონაწილეობდნენ ავღანეთში და სხვა ასეთ ხელწერილებში ოპერაციებში. მაშინ, როდესაც ასობით ქართველი ჯარისკაცი დასახიჩნდა და საკმაოდ დიდი მსხვერპლი გვაქვს და საკმაოდ დიდი კონტინგენტი ყავდა და ისინი შტაბში არ ისხდნენ, წინახაზზე იყვნენ თავის პარტნიორებთან ერთად. ჯარისკაცებზე რო საუბრობთ, ამ ჯარისკაცების წინაშე პასუხისმგებელი თქვენ არ გამოდიხართ ბატონო თენგის? ქართული ოცნება არ გამოდის ამ ჯარისკაცების წინაშე პასუხისმგებელი? რომ მათი ძალისხმევა ჩაიყარა წყალში თქვენი მართლობის შედეგად. მათი ძალისხმევა კი არ ჩაიყარა წყალში ჩვენი საქმიანობის შედეგად. მათ ძალისხმევას ნატოს ხელმძღვანელობა ყრის წყალში. უმადურია? უმადურია, დიახ.